რადიო. მოგესალმებით საზოგადოებრივი რადიო ტალღაზე FM 102.4 პირდაპირ ეთერში ვართ. ეს არის პროექტი ხაზის რადიო. მე ეკა ვარ ტალახაძე და პარასკევი დღე რადგან გახლავთ გადაცემას ვუძღვები ჩემს კოლეგასთან ნინო დათუკიშვილთან ერთად. არასოდეს ასე ბედნიერად მე ჩემი შეხვედრა მასთან არ დამიწყია, ვიდრე ჩვენს დღევანდელ სტუმარს წარგიდგენდეთ, თემას შემოგთავაზებდეთ და საერთოდაც ნინოს მივცემდეთ თქვენგან მოსალმების საშუალებას. აუცილებლად მინდა მივულოცო, იმიტომ რომ მეოთხე ხომ მეოთხე შვილი შეგვეძინა და თან ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემაც ისეთია, რომ მე მაქსიმალურად ვიქნები გახოვული ამ კეთილსაბურველში დღეს და მსმენელსაც მოვუწოდებ განეწყეთ ოჯახებისადმი, განეწყეთ იმ საუკეთესო მდგომარეობისადმი განსაკუთრებით ქალბატონებს მივმართავ და დედებს, რასაც დედობა ჰქვია, იმიტომ რომ ეს იქნება ჩვენ დღევანდელი საუბრის მთავარი თემა. და რა ნიშნით, რა ფორმით, ვისთან ერთად, ამას რამდენიმე წამში აუცილებლად გეტყვით. ხაზის რადიო. პარასკევი. ჩვენ საინტერესო დროში გვიწევს ცხოვრება. იცვლება დრო და ვიცვლებით ჩვენც, მაგრამ უცვლელი რჩება მთავარი. ნინო დათუკიშვილი. ხაზის რადიო. და რაც არ უნდა შეიცვალოს დედამიწაზე, ნინო, ეს არ იცვლება. არ იცვლება, მაგრამ სამწუხაროდ ეკა იცვლება ზოგჯერ ჩვენი დამოკიდებულება, იცი, არ ვიცი ხეს დრო მოიტანა ეპოქამ თუ რატომ, აი სტერეოტიპები გვაქვს რაღაცა, რომ მრავალშვილიანი დედები და ამ თემაზე გვაქვს მეგობრებო დღეს საუბარი, თითქოს არიან რაღაც ძალიან ჩაკეტილები, წარუმატებლები, არა და სინამდვილეში ეს ასე არ ხდება. ეხა არა ყველას დამოკიდებულება ასეთი ძალიან კარგ და არაჩვეულებრივ პატივსაცემ ადამიანებს აქვთ ძალიან მდიდარი ცხოვრება, ზოგი არის საქმიანი, წარმატებული, კარი და ასე შემდეგ, თუმცა აი ჩვენი დამოკიდებულება ოდნავ ეს მაინც არის ჩვენთან ესეთი და აი იცით რა ხანდახან ფიქრობ რომ ეს მთავრობის პოლიტიკაც განაპირობებს ამას ერთის მხრივ სახელმწიფო პოლიტიკა ამ კუთხით არ არის შემუშავებული. აი თქვენ წარმოიდგინეთ იმ ტოტალიტარულ პერიოდშიც კი უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა აი ამ დედობას გმირი დედის წოდებაც იყო გვახსოვს, მერე შემდეგ ქართლის დედით შეიცვალა, ჩაენაცვლეს, მაგრამ არ არის ის დამოკიდებულება თუნდაც ჩვენი ჟურნალისტების მხრიდან. აი მე ფონდში მოვიძიე უამრავი მასალა მრავალშვილიან დედებზე და ჩვენ რამდენიმე ჩანაწერს დღესაც შევთავაზებთ ჩვენს მსმენელებს, ანუ არ შეიძლება გადავიჭრათ ის ტოტი, რაზეც თავად სხედვართ, ეს რაღაც ესეთი გამოთქმა და არ შეიძლება რომ მქონდეს ასეთი არა ყველას, რა თქმა უნდა, მე ეს მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით ხაზგასმით, არა ყველას ასეთი თქვათ რაღაცა არა მთლად ისეთი დამოკიდებულება ვერა, როგორიც გვაქვს, ხო? არა ნინო, ჩვენ ამავე სტუდიაში არაერთხელ ყოლია, საბედნიეროდ არაერთხელ ყოლია მრავალშვილიანი დედა. თუმცა არა ამ გადაცემაში და არა პარასკევს. რას ვგულისხმობ? იგივე თქვენ კარგად იცნობთ თქვენი მეგობარია ნინო ბერიანიძე, ხომ? ადამიანი, რომელიც მართლაც სამაგალითოა, როგორც წესი ასეა. როდესაც მრავალშვილიან დედას ხვდები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დედები ცალკინკილაშვილებიანები თუნდაც 2 თუ 3, ხშირად უფრო მეტად ვწუწუნებთ ხოლმე და თითქოს გვიჭირს რაღაც ყოველდღიურობასთან და ყოფიერებასთან გამკლავება, ვიდრე ამ ადამიანებს და მართლაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება. გნებავთ შვილებთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, გნებავთ საზოგადოებას. წესებიც კი აქვს ჩვენთვის. იგივე ხარ, რადგან მაინც თქვენი ბედნიერი ამბით დავიწყე ეს გადაცემა, ნინო, თქვენი გოგონაც რომ ავიღოთ, ხომ? რამდენი წლის არის? 31 წლის 31 წლის შესრულდა და 4 შვილის დედა,
თან აუცილებლად უნდა ითქვას, რომ რაზეც თქვენ ბრძანებთ, თითქოს არის სტერეოტიპი, რომ ეს ქალბატონები აუცილებლად ოჯახში სხედან მხოლოდ და არ არიან საზოგადოებრივ ასპარეზზე და დანარჩენი სამყაროსთვის საინტერესო. პირიქით, ესეთი მამოძრავებელი ძალა, ხო. კი ბატონო, ცოტა მეუხერხულები ხე ჩემს მე არ მეუხერხულება, მე სიამაყით ვსაუბრობ ამაზე. მე მინდა ჩვენს რადიომსმენელებს დიდი სიამოვნებით წარვდგინოთ 12 შვილის დედა ნინო ბზვანელი, რომელიც გახლავთ, მე აქვე მინდა მოგახსენოთ მეგობრებო, საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მეუღლე ალექსანდრე ბოლქვაძისა და ქალბატონ ნინო, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენ ჩვენი სტუმარი გზანდებით. ბევრ საინტერესოს ველი თქვენგან, თქვენ არაჩვეულებრივი შემოქმედებაც გაქვთ, რომელიც უნდა წარვდგინოთ ჩვენს მსმენელებს რამდენიმე ლექსის სახით მაინც და აი ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, ამაზე თქვენ რას იტყოდით? აი ჩვენს შესავალზე. ისე სიმართლე რომ ვთქვათ, ყველაზე ძვირფასი 12 ლექსი უკვე გყავთ. ამაზე მოგახსენებთ შემდეგ. პირველ რიგში მივესალმები ჩვენს რადიომსმენელებს და კონკრეტულად თქვენი არხის რადიომსმენელებს. მიხარია, მე პირველად ვარ თქვენ არხზე, დიახ, არა, ერთხელ ჩართვა იყო ჩემი. ფაქტობრივად გამოდის მეორედ ვარ თქვენს არხზე და რაღაცით მიხარია, რომ თქვენი სტუმარი ვარ და ესეთი არაჩვეულებრივი მასპინძლები ბრძანდებით. ნინო შემხვდა დღეს დერეფანში და წარმოუდგენელია, რომ ესეთი ლამაზი ბებია არსებობს და ესეთი ახალგაზრდა. მეოთხე შვილი, ეს რაღაცა ძალიან დიდი სიხარულია. წმინდა სოფიას დღეს დაბადებულა ბავშვი და თინათის გილოცავთ. ნამდვილად მოსალოცია და ახალი სიცოცხლე მოევლინა ჩვენს ქალაქს და ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება ჩემ თავს, მე გახლავართ მოძღურის მეუღლე და ეს არაფერს არ ნიშნავს მოძღურის მეუღლეობის გამო არ გამიჩენი ამდენი შვილი, ეს ალბათ ღვთის ძალიან დიდი სიყვარულის გამოხატვა და თვითონ სიცოცხლის დიდი სიყვარულის გამოხატვა, ასე მგონია. 12 შვილი, ისე 13 მშობიარობა მქონდა და ერთი ბავშვი მაკლია. ქალბატონ ნინო, თუ შეიძლება თქვენ. როგორ? დიახ, გისმენთ. სხვა რაზე შეიძლება რა. მოდით გვითხარით თქვენი შვილების სახელები. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ეს 12 სახელი. ეს უფროსი 28 წლის ბიჭია, დავითი, მარიამი, ეკატერინე, თამარი, ოლღა, კონსტანტინე, თეკლა, მიქაელი, გიორგი, სვიმონი, ანა და ელისაბედი. ელისაბედი 8 წლისა პატარა. ესე იგი 8 წლის ყოფილი. მე მინდა ჩვენს მსმენელს მივმართო და კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. დღეს ისეთი ღიმილიანი დღე გვაქვს დილიდან და მიხარია, რომ ამ არხზე ასე გრძელდება ჩვენი გადაცემები, ამიტომ მინდა რომ ჩვენი სიხარულის თანაზიარი ბუნებრივია თქვენც იყოთ, მით უფრო რომ ამ ნიშნით როგორც ნინომ გადაცემის დასაწყისში აღნიშნა, ჩვენ სამწუხაროდ ხშირად ვერ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ალბათ ბევრიც არ უყავს ასეთი მრავალშვილიანი დედა მიზეზთა გამო. აი, ქალბატონი ნინო თვითონ გვიამბობს ამის შესახებ. მე უბრალოდ მინდა აღნიშნო ჩვენი საყვარელი კომპოზიტორის გურამ ბზვანელი, გახლავთ ნინოს ბიძა. ნინოს დასრულებული აქვს თეატრალური ინსტიტუტი, ქალბატონ ნინო არაჩვეულებრივი პედაგოგები ყავდა, მაგრამ მისი მოწოდება იყო თავიდანვე თქვენ თუ უკეთ იქსაუბრეთ შეიძლება არა მხოლოდ ოჯახი. სმენელს ვუთხრათ, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში 240-9192 ან 240-9292 და მოგიწოდებთ, რომ თუ ინტერნეტთან ხელი მიგიწუდებათ, ბუნებრივია ეწვიოთ საიტს რადიო 1.1, იმიტომ რომ ნახოთ როგორი მართლაც როგორი არაჩვეულებრივი სხივი აქვს ქალბატონს თვალებში, რომელიც არის 12 შვილის დედა. და გურამ ბზვანელი რო ვახსენე, ტყუილად არ მიხსენებია მისი ერთ-ერთი სიმღერით აღზარდე მე სამი, მივეხმარე ჩემშვილს უფრო სწორად 3
ბავშვის დაძინებაში, იმიტომ არაჩვეულებრივი მელოდია. რომლით? დაიძინებს, გაიღწია და მაგრამ გადავაკეთე ცოტა სიტყვები. რა თქმა უნდა, ეს ხომ ბებიების და დედების ჩვეული მდგომარეობაა, რომ ტექსტები მუდმივად სიახლეა. აი ეს განსაკუთრებით გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ნინო ესეთი ახლობელი ყოფილა, დანარჩენ ჩვენ საუბრობთ. გურამი მამა ჩემის ძმა იყო და რა ჩემი უსაყვარლესი პიცა, ერთადერთი პიცა მყავდა. ისი თქმა მინდა თქვენ როგორც მითხარით გაინტერესებს ჩემი პორტრეტი ვინ ვარ, რას ვარ, როგორ იყო რა იყო. რა თქმა უნდა, ყველას გაინტერესებს. რაღაცა ისეთი ბავშვობა მქონდა, რომ თავიდანვე რელიგიური მარცვალი იყო ჩემში და მაინტერესებდა აი მთავარი რა იყო, რისთვის დავიბადეთ, რისთვის მოვევლინეთ ამ ქვეყანას, რა არის მთავარი ღირებულებები. აი ესეთი ინტერესით ალბათ ყველა ბავშვი აზროვნებს და ყველა ადამიანი და აი ღრმად რომ მივდიოდი ფიქრში, იმაზრამდე მივედი, რომ ყველაზე დიდი სიკეთე ამ ქვეყანაზე არის სიცოცხლის დაბადება, ბავშვების გაჩენა. ნუ ეს ჩემი აი ღრმა ფიქრების მერე მივედი და გადაწყვეტილი მქონდა, რომ აი რო გავთხოვდებოდი აუცილებლად ბევრი შვილები უნდა გამეჩინა. აი რაღაც ესეთი მიზანი იყო თითქოს ჩემთვის და იმაზრამდეც მივედი, რომ ყველაზე დიდი ბოროტება იყო აბორტი. და აი ამ განწყობით გავთხოვდი, რომ არასოდეს არ გავიკეთებდი აბორტს და არ მოკლავდი სიცოცხლეს, არ გავანადგურებდი. და აი აბორტის თემას თუ შევეხებით, ეს ცალკე თემაა, რომ აბორტი არის ყველაზე დიდი, ყველაზე ცუდი სიკვდილი მკვლელობათა შორის. ანადგურებ ადამიანს, რომელიც ვერ გიწევს წინააღმდეგობას. ეხლა მე არ მინდა ეს თემა განვავრცო, ალბათ ეს ფორმატი თქვენი ეხლა არ გვაქვს საშუალებას, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ თუ უფალს მიენდობიან, აი ახალგაზრდა ოჯახებს, ახალგაზრდა ქალბატონებს, გოგონებს მიმართავ, რომ თავარია უფლის დიდი რწმენა და მინდობა. თუ მიენდობი, ყველაფერს უფალი განაგებს და რისი თქმა მინდა, ფსალმოში წერია, რომ უფალიო ყვავის ბახალას კვებავსო და მიზეზი აქვს ზოგს, რომ ეკონომიური მხარე, რა ვაჭამო, იცით ხო, ისენი აქვთ არგუმენტები და ფსალმოში წერია, რომ უფალიო ყვავის ბახალას კვებავსო და შენ შულს არ გამოკვებავსო და თურმე ყვავის ბახალა როგორ იკვებება, იცით, პირი აქვს მარტო გაღებული და დედა არ აჭმევს და ხაერი რაც შეუფრინდება. რასაც ბუზანკალა თუ რაღაც, აი რაც შეუფრინდება, აი ესე იკვებება და 300 წელი ცხოვრობს ყვავი და აი ესეთი ის არის ფსალმოში. მე მინდა გთხოვოთ, მსმენელი გველოდება მოусმინოთ მას კურსასმენები მოიმარჯვეთ, რომ ეს ხმა გაიგოთ და მე მოგესალმებით. დილამშვიდობის. ჩვენო ეკან, ჩემო ნინო, როგორ მომნატრები ხარ? ხო, მე ძალიან მომენატრეთ. გაიხარე და გილოცავთ მეოთხე. შვილი შეძენა სიხარული წყალტუბოდან ვარ თუ მე მგონი მიცან როგორ არა ქალბატონელა და დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო თქვენი სტუმარი იცით ვინ არის ახლა ჩემი უახლოესი ნინო ეკა ვარდოსანიძის ქალიშვილია თუ არ ვცდები არა სამწუხაროდ არაო ისიც მამასაც ქალიშვილი რომელსაც 9 შვილი ყავს ჩვენ 12 ყავს ამას 12 ყავს მე მგონა მე მიუმატა რაც მე ვიცოდი და ამიტომ მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა ყველა დედას მივესალმები ყველა ადამიანს მივესალმები ვინც ასე ძვირფასა და ასე ერის გამრავლებას და ჩვენს გამრავლებას უწყობს ხელს და ერთი საჭიროებო საკითხი ხა უნდა გადაუხვიო მე ცოტა თქვენს მაგრამ თქვენი ზრდილობა და თქვენი ის ვიცი რომ არ გამთიშავთ ცოტა ხანს მაინც მოსმენის კულტურა თქვენ რო გაქვთ ნეტა ისე ყველას გქონდეს გუშინი იყო გადაცემა რომელიც მე ყველა მირეკავდა და ეს საქვეყნოთ უნდა გამოვაცხადო იმიტომ რომ თქვენი რადიო არის ჩვენი საზოგადოებრივი ყველა ჩვენ გვისმენს ყველა თქვენ გისმენს და ამიტომ გადაცემა რომელიც იყო 4 საათზე
გასულ საუკუნეს მართალია ავადსახსენებელს უწოდებთ, მაგრამ ავადსახსენებლები არ ვიყავით არავინ ჩვენ. ყველა კონსტიტუციის მიხედვით მუშაობდით და მსახურობდით, მაგრამ სტალინის შესახებ შეიძლება ასეთი გადაცემა იყოს და გამორთოთ რადიო და ხალხს არ მისცეთ ჩართვის საშუალება, როდესაც ისეთი მე თითქოს ჩემთან იყო, მე ვიყავი, მაგის და ჩვენო საყვარელო ქალბატონო ელა და ჩვენს თემასთან რა აქვს ამ გადაცემას? დიდი ბოდიში. კი ბატონო, უბრალოდ ჩვენ ისეთი საყვარელი ადამიანი ყავს დღეს და იმდენი რამის თქვა გვინდა ჩვენი მსმენელებისთვის, რომ ბოდიში მინდა მოგიხადოთ თუ რაღაც იყო აი ამ მრავალშვილიანობასთან დაკავშირებით, მაშინ შეიძლება, მაგრამ მეორე მსმენელია კიდევ ქალბატონო ელა და დიდი მადლობა თქვენ. მოგესალმებით. სამშვიდობისა მოგესალმებით სტუმარსაც და მასპინძლებსაც. ძალიან გამიხარდა დღევანდელი თემა, არაჩვეულებრივი თემაა და მინდა ნინო დათუკიშვილის მზიურელს ძალიან მიყვარს და მივლოცო მეოთხე. ძალიან დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო, დიდი მადლობა. კარგო და ღმერთმა ბედნიერი და ჯანმრთელი და სახელოვანი ადამიანი გაზარდოს. გოგონა თუ ბიჭი არ ვიცი. გოგონა. ყველა გოგოა. ძალიან კარგი. ღმერთმა ამრავლოს ქართველი თქვენ სტუმარს გმირ დედას მივესალმები და ღმერთმა ყველა შვილი კარგად უმყოფოს და თქვენ რომ მოგბადოს ნახევარმა საქართველოს თუნდაც მართ არ გადავშენდებით და გამრავლდებით. დიდი მადლობა. აი ქალბატონინო, თითქოს მივედით ჩვენ ადრე ვისაუბრეთ ამაზე სტუდიაში შემოსვლამ და თქვენ რომ მოგბაძოთო ნახევარმა საქართველოს და თქვენი ლექსი პატარა ასინეთის ისტორია თუ შეიძლება და შემდეგ ლექსი. დიახ. ესე ვიდრე ლექს ავიკითხავდე და ვიდრე ამ თემამდე მივიდოდ პატარა ეს მინდა ვთქვა რომ დედა აი მე მგონია რომ ყველაზე მრავლის მომცველი პროფესია დედა რომელიც მოიცავს პედაგოგობას, ფსიქოლოგობას, დიზაინერიც უნდა იყოს დედა, რომ თავის შვილები გაალამაზოს, სახლში ესეთი გარემო შექმნას და აი ეს მითოდა აუცილებლად მე თქვა და ყველაზე მთავარი რაცა დედა უნდა იყოს, ალბათ არის ყველაზე კარგი ექიმი თავის შვილებისთვის. რაც შეეხება ასინეთის ისტორიას, მე ნინო თქვენ გითხარით, ამბეთ რომ ასინეთი საქართველოს მოიცავს ზეციურ საქართველოსაც და მიწევდა ჩვენ ერთნი ვართ მე ზეციურა საქართველოში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს დედა მყავს იქ მამა მყავს ბიძა გურამზვანელი და ასინეთი შავერდაშვილი აი რაღაცა ისე დავიმეგობრე და ისე ახლოს მოვიდა ჩემთან ეს ისტორია ესეთია რომ ჟინვალის გათხრების დროს ნახეს საფლავის ქვაზე წარწერა დედაჩემს ესე წარწერა იყო დედაჩემს 14 შვილი ყავდა მე 18 შენ ასინე ჩავერდაშვილი ესეთ კითხვას სვამს ასინეთი შენ ამდენი ყავს ჩვენ შეგვრცხვა და მოდით მსმენელს მოусმინოთ ჯობს წანმლებს დავიკითხავთ მოგესალმებით გისმენთ ალო მოგესალმებით ჩვენ საყვარელ აკადემიურ რადიოს ყველა წარმომადგენელს და განსაკუთრებით ნინო ჩვენო საყვარელო დიდი მადლობა თქვენი ღირსეული ასეთი არაჩვეულებრივი გადაცემებისთვის აი სიტყვები აღარ მყოფრეს უკვე ფილოლოგი ვარ მაგრამ უკვე დამეკარგა სიტყვები დიდი მადლობა მივესალმები და ძალიან მისაბაძ ქართულს მარტო კი არ თქვენ ყველა ქალისთვის მისაბაძ ქალბატონს რომელიც მოიწიეთ თქვენ თუმცა მაპატიე დამავიწყდა მიულოცავ ბავშვი ვინც დაიბადა ეხლა და თქვენ გააჟღერეთ ხომ ეხლა ხან მეოთხე ბავშვია ეხლა ხან და მეოთხე შვილი ყავს ნინოს ჩვენი ნინოს ჩვენს ნინოს კი 12 შვილი ყავს დიდი მადლობა ქალბატონო მაგრამ ჩემზე ხო დიდი მადლობა რომ მიულოცავთ მაგრამ ქალბატონი ნინო არის და ესე იგი არ ვიცი რა ვთქვა 12 შვილი ყავს მას ჩვენი სტუმარი ბზვანელი რომელიც არის მართლაც არაჩვეულებრივი ქალბატონი და კარგი იქნება თუ მას მივმართავთ დიახ ია კიდევ ერთი მოგესალმებით ხომ ალო ალო დიახ გისმენთ გილოცავთ ნინო სულოცავ მეოთხე შვილის გაჩენას მადლობა და ნინო ბზვანელს სუბედნიერებას მე ვიცნობ მათ ოჯახს ჩემი ნაისული თქვენი ნაიექიმის სული ალბათ ზეცი და სუბედნიერი იყავით გახარებული
ვიცი რომ არაჩვეულებრივი დედა ხართ, ულამაზესი შვილები გყავთ და გლოცავთ და გლოცავთ. ნუ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა ზარისთვის და ამ სიყვარულისთვის და სიტყვისთვის და ნუ ხარ გადავდებთ ეკა რა თუ შეიძლება ის ლექსი თქვენ ბოლომდე ვერც გვიამბეთ მე მგონი მსმენელებს სურდა თქვენთან საუბარი და ამიტომ და ის ისტორია ეს იგი ეს იყო წარწერა და თქვენ მოგაწოდათ ეს იყო ჟინვალის გათხრების დროს საფლავის ქვაზე ნახეს წარწერა და თუ შეიძლება ლექს რო წავიკითხავ თუ მსმენელი იქნება რო არ გამაწყვეტ რა თქმა უნდა ბუნებრივია წარწერა გითხარი და ეს წარწერა და ეს ინფორმაცია მომაწოდა თიანეთის გამგებელის ქალბატონ ლელას დედამ ქალბატონმა ფატიმ და რომელიღაცა პოეტის არ მახსოვს სახელი და გვარი მამაკაცი იყო პოეტის ლექსიც სამწუხაროდ დავკარგე მე ეს ფურცელი და ისეთი ძლიერი ლექსი იყო რომ აი ასინეთზე ამბობდა ეს პოეტი რომ ეს საფლავის ქვას მხარზე შევიდებო და ყველა ოჯახში შევიტანო და იქნებო რომელიმე ქართულში მაინც ერთ ქართულში მაინც გაიღვიძოსო ამ მოთხოვნამ რომ ბევრი შვილები ყავდესო და ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ამ პოეტის ეს ლექსი სამწუხაროდ არ მაქვს და მე სანაცვლოდ აი ესე რაღაცა მომეძალა და მეც დავწერე ლექსი ასინეთზე შენი რწმენა და შემართება ამ ხელს ჩვენს ცოდვებს დასმული კითხვა ქვის ღაღადი წყლულებზე თითქოს გვადებსო წამალს ამ საფლავის ქვის ტარებაში ნაბიჯ-ნაბიჯს სხვა პოეტებს შევეხიდები ყველა ქართველის ოჯახებში დავთესავდი ასინეთის ანდერძის მარცვალს გონებას ვძაბავ ცხადად მინდა წარმოვიდგინო მეუღლე შენი წარმოსახვაში ავთანდილს და ხან შავჩოხა შავლეკოს ვხატავ შვილთა სიმრავლით რამდენ ბოროტს ბეჭდზე დასცემდით სათნოებებით მენელ საცხებლე წმინდა დედის ტოლი ხარ ალბათ ჩემო ასინეთ გაგვჭირვებია სამშობლო ახლა მომრავლებულა ჩვენს ბუდეში გუგულის კვერცხი ლეგეონებად ურჯულონი შემოგვსევია აბორძე დედამ უხვად გაიმეტა იუდას ვერცხლი ო საქართველო ასინეთი გვინდა რამდენი ის შემართება დაიკარგა არ ექნება ალბათ ასში ერთს ვარ საქართველოს გადაღლილი ჭირის უფალი უქართველებო საქართველოს სტირი ასინეთ დიდი მადლობა. ნინო ბზმანელია დღეს ხაზის რადიოს სტუმარი, პირდაპირ ეთერია ეს და შეგიძლიათ დაგვირეკოთ 249 ან 249 და კიდევ ერთხელ გადავინაცვლოთ საბჭოთა პერიოდში ჩვენ მე რამდენიმე ჩანაწერი დავამუშავე ამ ჩვენ დღევანდელი გადაცემისთვის და მოვუსმინოთ მას ნინოსაც აინტერესებს როგორც ძალიან მაინტერესებს. ლაბარაკობს თბილისი. მოისმინეთ გადაცემა ციკლიდან ჩვენი იმედი და მომავალი. მეგობრებო, განვაგრძობთ საუბარს რესპუბლიკის მოსახლეობის გამრავლების დიდ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც აკადემიკოს პაატა გუგუშვილის გამოსვლით დავიწყეთ. ალბათ მოისმინეთ მომდევნო გადაცემებიც. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ზივიბეკ ბიბილეიშვილის, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის ვახტანგ ჯავუშვილის, სოციოლოგის ჯამბაკურ ბაქრაძის საუბრები. რადიო მსმენელთა წერილების მიმოხილვა კომენტარი. ამ ციკლიდან გადაცემაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა მრავალშვილიანმა დედამ, ინჟინერმა მერი ხუხუამ. გთხოვთ პატიცემულო მერი. 26 მაისს მოვისმინე აკადემიკოს პაატა გუგუშვილის მიმოხილვა კომენტარი რადიო მსმენელთა წერილების, რამაც გადამაწყვეტინა გამომეთქვა აზრი ამ საკითხზე. დედობა, ისიც მრავალშვილიანობა მართლაც უდიდესი ბედნიერებაა. საკმაოდ ითქვა და ყველასათვის გასაგებია, რომ შობადობისა და გამრავლების პრობლემა დღეს ერთ-ერთი უპირველესი და სისხლხორცეული პრობლემაა ქართველი ერის ცხოვრებაში. შობადობის შემცირებას სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან. ვეთანხმები იმ რადიო მსმენელს, რომელიც იწერება, რომ ერთ ოთახში ორი ოჯახი და კიდევ ორი დასაქორწინებელი ვცხოვრობთ და როგორ ვიმრავლოთო. მართლაც ასეთ პირობებში ძნელია ყოფნა. ასეთები ერთეულები არიან, მაგრამ საკითხავია,
რა პასუხს აძლევენ სამშობლოს ისინი, რომლებსაც არაფერი უჭირთ, აქვთ შესანიშნავი ბინა, პირობები იმისა, რომ ერთს მისცენ ნამატი და ორი ადამიანი ერთ შულს მისჩერებია. ორი წარმავალი, ერთი მომავალი, ეს ხომ ერის განახევრებას უდრის. ორი ადამიანისგან ორი მომავალიც ვერაფერს აძლევს სამშობლოს. ჩემი აზრით, თითოეულ წყვილზე სამი შვილი, როგორც მინიმუმი, ასე უნდა დაკანონდეს. ამას ვამბობ მე, 6 შვილის დედა, თავად დედის ერთა და და-ძმას მონატრებული ადამიანი. ეს იყო ჩანაწერი ჩვენი რადიოს ოქროს ფონდიდან იმდენი ფორმულირება იყო ახლა ზუსტად იმ კითხვებისა, რომელიც ჩვენ გვინდა დავუსვათ ჩვენ სტუმარს, რომელიც ახლა სატელეფონო ხაზია, წარმოადგინოთ ნინო. მოგესალმებით ბატონო ავთანდილ, მე მინდა რადიოსმენელს მომახსენო, რომ ავთანდილ სულაბერიძე, ილიას უნივერსიტეტის დემოგრაფიის და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გახლავთ ჩვენი ხაზის რადიოს სატელეფონო სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ავთანდილ. დიდი მადლობა. ქალბატონი ნინო ბზვანელი 12 შვილის დედა არის დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ ახლა მოვისმინეთ საბჭოთა ეპოქის პერიოდის ჩანაწერი და მე მინდა სწორედ სულ ძალიან არც ისეთი ბევრი დრო გვაქვს ბატონო ავთანდილ, იმიტომ რომ ქალბატონი ნინოსთანაც გვინდა ბევრი საუბარი მოვასწროთ და უბრალოდ თქვენ იქნებ მიმოიხილოთ ის პერიოდი. ჩემი აზრით, აი იმ პერიოდში უფრო დიდი ყურადღება ეთმობოდა როგორც ჩანს მრავალშვილიან დედობას და აი დღევანდელი პერიოდი კიდევ რა ხდება. და ეს ჩანაწერი, რომელსაც ახლა ჩვენ ვისმენდით ბატონო ავთანდილ, დასრულდა ასეთი კითხვით: ორი წარმავალი და მხოლოდ ერთი მომავალიო. სამწუხაროდ ეს სურათი უკვე გამრავლდა, გამოიკვეთა რეალობაში, ვამბობ, ჩვენს ყოველდღიურობაში. და ასევე წარმავალი, ანუ შობელი და ერთი მომავალი შვილი. დიახ, ამაზეა საუბარი. ერთგვარი სტატისტიკაც რომ გითხრათ ბატონო. თუ წარსულზე ვისაუბრებ საბჭოთა წლებზე, დიდი როლი შეასრულა მაშინ ბატონო პაატა გუგუშვილმა, რომლის მოსაბლეც მე გახდით და ზუსტად 28 სექტემბერს შესულდა ასათით მიხარით ბატონ პაატას. იმისი მოწოდებები სხვათა შორის მოისმინა ხელისუფლებამ, შეისმინა უпроსორეთ, შემდეგ საკმაოდ მრავალი ონიზებების წარდგენის შემდეგ, აი 84 წლიდან განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნოს პერიოდი მრავალშვილიანებს კონდოთ ძალიან დიდი სტიმულირება. არა მარტო ანაზღაურების აქ მაშინ 50 ლარი უკვე ეძგეოდა მესამე ბავშვზე. თუ 35-ზე ეძგეოდა პირველ და მეორეზე, მესამე და შემდგომ ბავშვზე. იყო მრავალშვილიანი დედების ახალისება, ბინების მიცემა, მანქანის მიცემა და ასე შემდეგ, მაგრამ ერთი ის იყო ნაკლი, რომ ჩვენ მომდევნო წლებში მრავალშვილიან ოჯახის ბავშვებს დაშვიდათ ბინები გაიზარდნენ ისე, ხომ? ამდენად უკვე შეიქმნა პრობლემები მათ ოჯახებში საბინაო. მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც გამოკვლევები გვიჩვენენ, მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს უფრო მეტი შვილი ყავს, ვიდრე მცირე რისხოვან შვილებს. ეხლა ერთი მომენტი მინდა აღვნიშნო, ახლა თქვენ გადაცემას მე უსმენ აქ მანქანაში და აღნიშნა გვირი დედა. გვირი დედის ოდება აღარ არის. გვირი დედის ოდება დემოგრაფიული საზოგადოების ინიციატივით ჯერ კიდევ კომუნისტებს შევასწრებდნენ და დავარქვით ქართლის დედის ოდება. ეს კანონი დღესაც არსებობს. მაგრამ საწყოდ არ მოქმედებს იმედრალო მიზეზის გამო, რომ დებულება არა დაწერილი, ვინ უნდა მივაიჭოთ, როგორ მივაიჭოთ და ვინ ისახურებს. ბევრი სტატუსიც არ არსებობს მრავალშვილიანი დედობის. სტატუსი არ არსებობს მრავალშვილიანი დედობის. მე მაგაზე მქონდა საუბარი. ეს არის ტრაგედია. სტატუსი მარტო ხელა დედის რაღაც თვითონ 18 წლის მერე გამოდის იმ კანონი და 18 წლის მერე დედა აღარ არის, რო გაზრდის იმ ბავშვს. ეს ძალიან საკანონმდებლო ხარვეზებია და საკმაოდ ბევრია. ეხლა ქართლის დედის წოდების კონეს შეღავათები შეტანილია საგადასახადო კოდექსში. მაგრამ ვერავინ იღებს იმის გამო, რომ არავისთვის მიუნიცებიათ. ეხლა ეს დატვირთვა ამას, მაშინ ლევან გვინჭილია ძალიან ბევრი მუშაობს საბჭოთა კავშირი, მუშაობდა ამ პროექტებს დემოგრაფებთან ერთად და ქართლის დედის წოდებაში ჩაიდო ის, რომ დაუშვათ ეს მიენიჭებოდა იმ პიროვნებას, ვისაც მისი ოჯახის ფლობდა ქართულ ენას.
ანუ ბავშვები ლაპარაკობდნენ ქართულად, დადიოდნენ ქართულ სკოლაში და ასე შემდეგ. ამით ვიწერდით რაღაც ოთხკუთხედს თუ შეიძლება ასე დგას. ერთი რომ ქართული ენის გამტკიცება სხვა ერებში, საქართველოს სხვა ერებში ესწრებოდა აზერბაიჯანი თუ სომხეთი და თავისთავად ქართველებში. ასე რომ აზერბაიჯანელი დედა მიიღებდა ქართლის დედის წოდებას თუ ის ქართული შეგნებით ზრდიდა შვილს და ასეთი მომენტები იყო ჩადებული. დღეს ახლა ესეთი არაფერი აი ეს ზვიადის დროს კომუნისტებისგან გასვავებით მომდევნო წლებში 90 წლებში როდესაც გამოდის მინისტრის მოადგილე ფანჯოლის პირი და სოფლიო ბანკისა და საავტო ფონდის მოწოდებას ხშირად აღღერებს ტელევიზორში რომ მრავალშვილიანობა არის სიღატაკის რისკ ფაქტორი ეს არ შეიძლება გაკეთებულიყო და ახლა ძალიან კარგი ისაცა ქალბატონმა ნინო რომ დედაშებს ყავდა 18 შვილი მე რამდენი მეაღარ მახსოვს ზუსტად ციფრები შენ აი ამას მე ხშირად ვამბობ რომ ასეთი ლოზუნგები უნდა გამოიგრას ტრასებზე царელი ვისომარი 1000 რამე აგმეხა 1300 აკვეკნები რეკლამები ყველაფერი მაგრამ აი ამ სარეკლამო იმას უნდა გააი თუნდაც ის პატრიარქის ნაცვლობა რომ ნაცვლობს რა დაждებოდა რომ ყოფილიყო ქუჩებში ქალაქებში გამოკრული მithumetes პატრიარქმა ძალიან დიდი როლი შეასრულა მოსახლეობის ასე მშენდომიშვილის რაოდენობის საქმეში საერთოდ 2009-დან 20%-ით გაიზარდა პატრიარქის მოწოდებით დაბადებულთა რაოდენობა და დღევანდელი შობადობა თქვენ წარმოიდგინეთ საკმაოდ მაღალია და არათუ აი თქვენ რომ ძალეთ ორი შვილი და მესამე შვილი სამი და მეჩვენიათ რაოდენობა 15%-მა შეადგინა დაბადებულთა საერთო რაოდენობაში. აი ეს ასეთი ეს არაფერი არ უძდება სახელმწიფო მithumetes რომ არაფერს ხარჯავს დედების დახმარებაზე. ძალიან ცუდი თუ არ ხარჯავს. დიდი მადლობა ბატონთან ძალიან დიდი ბოდიში უნდა დაგემშვიდობოთ, გმადლობთ რომ ჩაგვერთეთ. მე რამდენად გამოვხარ და კიდევ ერთი მინდოდა. დიახ. კალბატონი ნინო. დიახ. თვითონ დაკავშირებით სოფლიო ბანკი გაერო და ეგენი ამბობდა რომ საქართველოში თითქოს გოგონებს კლავენ დიაგნოსტიკის შემდეგ რომ გაიგებენ გოგოს იმას კლავენ რომ ბიჭი არ აღავთ ეს სულ არის ნამდვილად ჩვენია გამოკვლეობა საპირისპირო დაასრულა მაგრამ სამწუხაროდ არ აღგვისმენს და მე წარმატებას ვუსურვებ ქალბატონინოს თქვენს გადაცემას მიესალმები მადლობა ძირად უნდა გავიდეს ეს გადაცემა დიდი მადლობა და ბოლო ინფორმაციისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ იმიტომ რომ თავის დროზე ესეთი დამთრგუნველი იყო ამ ყოველთვის მოსმენა და კიდევ ერთი მსმენელი გველოდება თორცდები და მოგესალმებით ალო გამარჯობა ალო არის მე სამწუხაროდ ხო არის არა უშავს მე მინდა აღნიშნო რომ ქალბატონი ნინო არის საბურთალოს მრავალშვილიან დედათა საზოგადოების დამფუძნებელი ასე ჩვენ ტაძარში უამრავი მრავალშვილიანი დედა უამრავს ვამბობ იმიტომ რომ სამშვილიანები 4 შვილიანი და ჩვენ გავაკეთეთ საზოგადოება რომლებშიც გავაწევრიანეთ 5 და მეტი შვილი დედა 22 დედა ყავს ეს სულ თბილისელები ხო? ეს სულ თბილისელები 22, 5 და მეტი და ერთ-ერთი ოჯახი ესეთია ბორია პაიჭაძეშვილიშვილია, სოფო პაიჭაძე და სხვათა შორის პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა, იმიტომ რომ ყავს 11 შვილი და 11-ვე არასრულწლოვანი. შესანიშნავია. სხვათა შორის მე და ნინომ ერთგვარად გადავწყვიტეთ კიდეც რომ პერიოდულად სწორედ რომ ხაზის რადიოს ეთერი დავუთმოთ ამ ქალბატონებს და თქვენ გქონიათ აგერ სრული ბაზა. მოგედაგეხმარებით უბრალოდ. და რისი თქმა მინდოდა ეხლა რომ აღნიშნა ბატონმა ბატონმა ავთანდილმა რომ ქართლის ზედის წოდება იყო და ეს ბატონის ზვიადის პროექტი იყო მაშინდელი და სამწუხაროდ არ შედგა ეს პროექტი ქართლის ძალიან არაჩვეული პროექტი იყო ისე დახმარებები მრავალშვილიანი დედების და რისი თქმა მინდოდა აი ღირსების ორდენი დააჯილდოვა პრეზიდენტმა ეს ქალბატონი 11 შვილის დედა მისა ორდენი და არაფერი არ მოყოლია არანაირი ეკონომიური მხარე აი არაფერი ეს არის უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი სიდუხჭირეს
ოჯახში ორი ოთახიან ბინაში 14 სული ცხოვრობს. წარმოგიდგენიათ როგორი სივიწროვეა და თან ბორია პაიჭაძის შვილიშვილის ოჯახზეა ლაპარაკი და აი გულდასაწყვეტია რომ არა საკურადღებო ინფორმაცია რომელიც ჩვენმა კოლეგებმა აუცილებლად და საინტერესო ქალბატონია სოფო პაიჭაძე არაჩვეულებრივი მოვიწევთ აუცილებლად ცოტა დრო გავიდეთ. კარგი ოჯახი ყავს უნიჭიერესი შვილები ზოგი სპორტსმენია ზოგი ხატავს ზოგი და ჩვენ აი ესეთი ღონისება მოვაწყოთ ჩვენმა საზოგადოებამ რომ ნაწილი ბავშვების ზაფხულის ბანაკში გაუშვით საბერძნეთში ევროპაში მოგვეხმარენ თვითონ ქალბატონ ნინოს მოვლილი აქვს თემ სოფლიო და გითხრათ ყველგან არის ნამყოფი ყველა სიწმინდე თითქმის ყველგან იტალია დიახ საფრანგეთი პარიზი ძალიან კარგად იცნობს და რისი თქმა მინდა იცით აი რაც შეეხება ჯილდოებს, არანაირი ჯილდოები არ ითხოვს არც ერთი დედა და არც მრავალშვილიანი არც ერთი ოჯახი არ არის ხელგამოწვდილი და აი ესეთი ის მენტალიტეტი რომ აი მრავალშვილიანი დედა აუცილებლად რაღაცას თხოვლობს და აუცილებლად დახმარებას ითხოვს. აი ეს სტერეოტიპი უნდა დაინგრეს და ამ ოჯახებს უნდა შეხედონ როგორც განსაკუთრებულ ოჯახებს, განსაკუთრებულ მოსაფერებელ ოჯახებს და ნიჭიერებს და ჩვენ საზოგადოებაში ეს შეღავათი მაინც ხარის უკაცრავად აი მშობიარობა როა უფასო ეს უნდა თქვა აი სწორედ ახლა დიახ აუცილებლად მინდა რომ აღნიშნა რომ ახალი ხელისუფლების დამსახურება რატომღაც არავინ არ უსმევს ხაზს რა დამსახურებები აქვს მე წინა ხელისუფლები არ ვეხები საერთოდ პოლიტიკას არაფერს მაგრამ აი წლების განმავლობაში ვიბრძოდი რომ მომეპოვებინა უფლება რაღაცნაირი რომ იქნებ მრავალშვილიანები დედებისთვის მაინც ყოფილიყო მშობიარობა უფასო არა მსუ ყველა ქალბატონისთვის აი მრავალშვილიანების მაინც და ვერანაირად ვერ მივაღწია და აი ახალმა ხელისუფლებას ეს აი უდიდესი პროექტია ჯანდაცვის პროექტი იგივე ოპერაციების შეღავათები უძვირესი ოპერაციები კეთდება და მით უმეტეს ეს მშობიარობა უფრო სტიმული უნდა იყოს მშობიარობა ხო რამხელა სტიმულია რას ლაპარაკობ და რისი თქმა მინდოდა ჩვენ ორგანიზაციის დედებზე მაქვს ლაპარაკი რომ ისეთი ნიჭიერები არიან აი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოები ქალბატონები წარმოიდგინეთ აი ამდენი შვილები ყავთ 9 10 11 პარალელურად ალბათ ჭურჭელს რო რეცხავენ თან აზროვნებენ და თან პროდუქტიულია მაგათი ყველანაირი იმიტომ რომ გაათმაგებულ გა11 მაგებულ გა12 მაგებული აქვს ყველანაირი რეფლექსი რა მინდოდა და აი იცით როგორი საინტერესო მშობლები მყავს ჩემს ორგანიზაციაში არის ესეთი ქალბატონი ხუთიშვილის დედა ნინო კლდიაშვილი რომელიც არის ტორტების დიზაინერი და პროფესორია ამ დარგის ლექციებს კითხულობს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში და ისეთი უნიკალური ხელი აქვს აი მარცეპანი შეიძლება თქვენ გამოგძერწოთ ზუსტად ისეთები როგორიც ბრძანდებით რა საინტერესოა გადასარა და ეს აქტიურად რა ბედნიერებაა რომ მობრძანდით გარდა იმისა რომ ხართ თქვენ თვითონ არაჩვეულებრივი პიროვნება კიდევ დაგვაკავშირებთ ასეთ არაჩვეულებრივი ოჯახები თარგავენ, კერავენ, ქსოვენ, ხატავენ, ხატებს წერენ. იცით როგორები ნიჭიერები არის? თავაზობთ აი სპონტანურად როგორც წესი ყველა საინტერესო იდეა სპონტანურად იბადება ხოლმე. იგივე ჩვენი არხის დილის ეთერში შემიძლია ერთი კონკრეტული დღე დაგითმოთ. თითო დედა მოვიყვანოთ კვირაში ერთხელ და გავაცნოთ ჩვენს მსმენელს აუცილებლად. მე მგონი თქვენთვის საზოგადოებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. ქალბატონ ნინო ტელევიზიაში ქონდა ქალბატონ ნინოს შემოტანილი პროექტი და მე რაღაც არ ვიცი. ხო, აი ესეთი პროექტი მქონდა, ძალიან მინდოდა რომ ეს პროექტი განხორციელებული იყო. მე ვარ დედა, ესე ერქვა. თუ გახსოვს ესეთი ფილმი 20 წლის პუსია გუნდარება თამაშობს და 20 წლის მერე რო შეიკრიბება კლასი და რო ეკითხებიან თქვენ რას მიაღწიეთ და ის ვიღაცა ის პარლამენტარი ვიღაც პროფესორი ზოგმა რას მიაღწია ზოგმა რომ მივლენ ამ ქალბატონთან ჟურნალს რომ მივა და ისე უნება თქვენ რას მიაღწიეთ და მე ვარ დედა და ეს პროექტი მინდოდა რომ წარმომედგინათ ჩემს ტელეგადაცემაში მე მინდოდა ყოფილიყავი რატომღაც ამ წამყვანი ან ავტორი კი მე ვარ ამ პროექტის მაგრამ არც ერთმა ტელევიზიამ სამწუხაროდ არ მიიღო და ესეთი პროექტი იყო რომ წარმომეჩინა მრავალშვილიანი დედები რომლებიც არიან შემომქმედები ცეკვავენ წარმატებულები არიან და რეპროდუქციები არიან საზოგადოებრივი
ძალიან ესეთი იდეები მქონდა, მე მგონი დაინტერესებდა მაყურებელს. რატომღაც აი ხა რომ წარმოიდგინოთ როგორი გადაცემა, რომ გადაავლო თვალი შოუებს. სულ რატომღაც ხდება პიარი და წარმოჩინება ისეთი ოჯახების, აი თქვათ მოიწვევენ მამაკაც, რომელსაც ყავდა 8 ცოლი, 4 ცოლი, აი ესეთ ოჯახებს და თან მინდოდა ესეთი ოჯახები წამომეწია წინა პლანზე, აი ერთი ცოლის, ერთი ქმარი, ან ერთი ქმარის, ერთი ცოლი და როგორი წარმატებულები არ რამდენი შვილები ყავდა, როგორი ბედნიერი და დაალაგებული. ანუ გვინდოდა ხაზი გაგოსვა, როგორი კარგია ერთგულება. ერთგულება. უერთგულეს მსმენელი ყავს არ მინდა მე კიდე დამავიწყე სანამ მსმენელებს ჩართულ ქალბატონი ნინო იყო ახალგაზრდობში ალპინისტი, იცით? და ამას მივუბრუნდეთ, იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს მწვერვალები. ძალიან გვიყვარს მწვერვალები, მოგესალმებით. ალო. გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ. გისმენთ. მოგიყვეთ სასაცილო ამბავი. ბრძანეთ ქალბატონი. ამაყად მირეკავს მეგობარი ქალი, დიდი ხნის უნახავით. მეუბნება რომ როგორ ხარ მინდა შენი ნახვა, შეათურელია ეს ქალბატონი და მე ვთქვი კარგად მადლობთ ასე ვარ მოუყევით ჩემი ამბავი და მე მკითხა რამდენი ხარ შვილი და მე ამაყად ვთქვი 6. 6 და ის ახლა მე ცოტა ხნის მე ხო უნდა შევეკითხო და ვეკითხები შენ მეთქი მე 17 მეუბნება. მე რა კარგია. შეათურელი მაშო სუცკირით. დაიხარეთ, დიდი მადლობა. კი ბატონო, აქედან მოვიკითხოთ ახლა. ქალბატონი მაშო. და კიდევ ერთი მსმენელი მოგესალმებთ, აი? გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო. მინდა ვიტრაბახო. ძალიან დიდი სიხარული შევეგებებით ამ ტრაბას. და ჩემის ბებიამ ბაგრატიონ დავითაშვილის ქალმა გააჩინა 21 შვილი. რას ბრძანებთ? ხო და ნუ ქმარი ეხლა ბევრი იქ რასაკვირველია მეანები როგორ იყვნენ ბევრი იღუპებოდა რაღაცა მაგრამ ერთ-ერთი იყო ანასტასია ერისთავხოშტარია ხო ქმარი იყო რუსეთუმე რუსეთში ნასწავლებს რუსეთუმეს ეძახდნენ გიორგი ერისთავი ხო და აი ასე გააჩინა ამდენი შვილი და თვითონ გარდაიცვალა 87 წლის ხო და იცით ესე იგი არც ყურს აკლდა თურმე არც თვალს აკლდა და ქმარი გარდაიცვალა 65 წლის და დედას რო ვკითხე ერთხელ რა მოუვიდა მეთქი ის ადრე გარდაიცვალა ეს ასე დაიღალა კაცი მუშაობითო ხო ისე ყოველად მართლაც წარმოსადგენადაც კი ძნელია 21 შვილი ქალბატონი და თქვენთვის მე ვიძახებ 12 შვილის დედობა არ არის ზოლი, მაგრამ 21 მე სამწუხაროა რომ აღარ მიჩნდება შვილები და გული მწყდება. გვიან გავთხოვდი 21 წლის გავთხოვდი, 26 წლის გავთხოვდი და ცოტა შევეშით 21 წლის 26 წლის უკაცრავად გავთხოვდი და ჩემ მეუბნებოდა რომ დედიკო დროზე თუ არ გავთხოვდი 3 წლის მერე შვილი აღარ გეყოლება. და ნუ აღარ 55 წლის ვარ. ეს ალპინისტი გოგო მოხდით უცებ აი ამ ალპინისტურ მეორე სხვაგვარად ხო, ჩემი ალპინისტობის ცალკე ისტორია ვის უკავშირდება ქალბატონინო? რა სახელებს? უნივერსიტეტის ალპინისტობა. უნივერსიტეტი ბატონ შოთას დაყავდა ჯგუფები და მე თეატრალში კი ვსწავლობდი, მაგრამ ჯავახიშვილი რომ ქვია, მაშინ არ ერქვა ჯავახიშვილი უნივერსიტეტის ჯგუფს უერთდებოდი ხოლმე და დავდიოდი ალპინიადებზე და ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ერთ-ერთი ლამაზი წლები. და რისი თქმა მინდა რომ მე თვითონ დამოუკიდებლად დამყავდა ჯგუფები, ჩემი სამეგობრო შევკრიბე და დავყავდა მთელი სვანეთი, ხევსურეთი, თათუშეთი ხო საერთოდ მოვლილი გვაქვს უჯრედების ზონაზე გვაქვს შესწავლილი. და ერთი ისტორია მახსენდება, ჩემი მეუღლესთან არის დაკავშირებული, თურმე ჩემი მეუღლე არ ვიცნობდი მაშინ. ჩემგან დამოუკიდებლად იმათ ქონდათ ბიჭების ჯგუფი და ცალკე დადიოდა თურმე და აი რატომღაც ესე ემთხოვდა რომ 5 წელი ზედიზეთ და 22 ივლისს ვარ დაბადებული ზაფხულში და დაბადების დღეს ვიხდიდი
უშულში, თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენციაში, ლამარიაში და აი ესე 5 წელი გადაება რომ სუსვანეთში ხვდებოდი ამ დროს და ძალიან მიყვარდა ცხენი, არაჩვეულებად ფლობ ცხენს. აი საოცრად მიყვარს ცხენი. მე რამდენი ხანი ამждარ ვარ წონის გამო და ასაკის გამო და ყველაფრის გამო, მაგრამ ახალგაზრდობაში ეს იყო ჩემი ერთ-ერთი გატაცება. და ერთ-ერთი დაბადების დღეა ჩემი და ეგ უშულში მათხოვეს თეთრი ცხენი. არ დამავიწყდება და ნუ შევჯექი ამ ცხენზე და ვაჭენებ და ნუ ესე მომილოცეს იქ ადგილობრივმა დაბადების დღე მათხოვეს ცხენი. და მივქრი ვარ, გავაჭენებ, ავრბი ვარ მთაზე და უცბად ხედავ მოდიან თბილისელი ბიჭები, ჯგუფი. და შემდეგში რო გამოვიკითხე, ჩემი ქმარი აღმოჩნდა ერთ-ერთი. და ჩემი მეუღლე მიყვება, რომ ერთხელ ივლისშიო ვარო სვანეთში, უშგულში ვარო და ვხედავ ერთი გოგო თეთრ რაშზეაო შევჭდა და აჭენებსო და ისე მომეწონა, ვიფიქრე, აი ნეტა ესეთი ცოლი შეხვდესო და რო გავათხოვდი, მე მიყვებოდა რომ მე რო გაიგო რომ მე რო გაიგო კი არა მე ერთად მოგვიწევ მთაში წასვლა ვიდრე იმამდე ჩემს ქორწინებამდე ესე გავიცანი თაში გავიცანი ჩემი მეუღლე და ეს მიყვებოდა რომ აი უშგულში ერთხელ ისეთი შეაჭენებდა ოცხენს მე ხომ წავიყვანეთ თაში როდესაც უკვე გენატრებოდა თუნთა და რო გავთხოვდი ერთადერთი მეუბნებოდი იმაზე წყდება გული რომ თაში ვეღარ ვივლი მეთქი რომ აი ბავშვები ორსულობა ამდენი და ესე ხო და ჩემი მეუღლე რა აკურთხეს განამწესეს ნიკორწმინდაში მღვდლად და ერთად წავედით უკვე ერთი შვილი მყავდა მეორეზე ფეხბურთზე მე ვიყავ და წავედით და ცხოვრობდით ისეთ ადგილზე მე ჩვენმა მეზობელმა თბილისელმა მეზობელმა არაჩვეულებრივმა კობახიძეების ოჯახ ელგუჯა კობახიძემ ქალბატონ ნელი კობახიძემ დაგვითმო თავის სახლი და ისეთი ხედი იყო სულ მთები ჩადაირგული ჩვენი სახლიდან და ჩემი მეუღლე მეუბნება და აი გული რო წყდება მთაში ვეღარ ვივლი აი რამდენი მთები ადიდა ჩადი იარე რამდენი არაჩვეულებრივი ისტორია გვიამბობთ ქალბატონებო, იმიტომ რომ როგორც წესი ქალბატონები ოცნებობენ ხოლმე თეთრაშზე ამხედრებულ ვაშკაცებზე, ხო თქვენ შემთხვევაში პირიქით თეთრცხანზე ამხედრებული ასული მიუყვანა. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ უნდა დავასრულოთ, გავიდა, ისე მინდოდა ქალბატონ ნინოს ლექსების მოსმენა. ისე არ იქნებოდა ურიგო საფინალოდ ერთი მოგვესმინა მაინც. აი ეს ბოდიში 2024 story. კარგით ის მეც ძალიან ბევრი მქონდა მოსაყოლი მადლობა მინდოდა აი მსმენელო ჩაერთო ქალბატონი ნაი რომ ახსენა ეს ქალბატონი ნაი იყო ჩემი ბავშვობის ექიმი და მე თვითონ ექიმად მაქცია ამ ქალბატონმა არაჩვეულებრივი გარდაცვლილია ძალიან მიყვარდა ქალბატონი ნაი და მის შვილიშვილებს მის ერთ-ერთი შვილიშვილი ეკა მრავალშვილიანია არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს და მივესალმები მის ყველა ახლობას ქალბატონია ეს ვიცი. მე გაცემს განმავლობაში ვეცადე და მივაგენე იმ სიმღერას რომელიც ნინომ დასაწყისშივე ახსენა და ამ ესთეტიკით დავასრულოთ ჩვენ დღევანდელი გადაცემა. გურამ ბზვანელია რატომაც არა ფონად ისმოდეს ეს სიმღერა. მაგრამ გააჩნია ახლა როგორი ლექსია თუ სამშობლოზე წავიკითხავ ამ სიმღერასაც ისა ღვთისმშობელო მარიამ ხო არა ფონი რო იყოს არა მელოდია არ არის სიტყვები არ გაგვიჭირს ეს ერთად ესეთი ლექსია თქვენც არ მოგისმენდა მე საერთოდ ჩემი პოეზიით პირველად ვარ რადიოში და საერთოდ პირველად ვაცნობ მსმენელს საერთოდ ვაპირებ წიგნის გამოცემას და პრეზენტაციას დაგპატიჟებ აუცილებლად ღაღადი სამშობლოს მივმართავ შენ ხომ ტაძრები მიშენე შენ მოგვიბრძანე კვართი არმაზის კერპი მიმტრიე უფლის შვილები გავხდით ამი ჩუქურთმე ვარძია ამი გალობე გრემი ამი ფართხალე ორბები დამაპყრობინე მთები ავაზის ყელი ვიღერეთ გაგვანებივრე რარიქ სვეტი ცხოველი ასტყორცნე ნიკორწმინდა და ჯვარი რა წყაროები გვაჩუქე მჟავე ცივი თუ ცხელი რა მოსავალს არ ვიღებდით პურეულის თუ ქერის
რარიგ დღეგრძელნი ყოფილვართ, რა ბევრი შვილი ყავდა, არ ვის იმედი გვქონია დიდი უფალის გარდა, დღეს კი სიმართლეს რაღაცა დეტექტორები ზომავს, სამშობლო შოუდ ვაქციეთ, მრუში მიკითხავს მორალს, კოლელი თიც მიქნევს ტახტიდან, ჩვენი შესასვლა უნდა, კურდღლის თვისება დაგვმართლეს, მგლის შიში რომ აქვს მუდამ, მრუშის ზეობა ყვავილობს, ეკალს არის ხამს ვარდი, სულ ყველაფერი გავყიდეთ, მიწაც, კორდიც და ბარდიც, გუგულის კვერცხის სიმრავლე სულ არავინ არ დარდობს, ყვავი ჩხავის და გონია ძალიან მაგრად გალობს, არავის გვახსოვს სიკვდილი, არ გვახსენდება ლოცვა, უფლის ნაჩუქარ ჩვილ ბავშვებში მუცელშივე ვხოცავთ, ან მიწა რომ არ გვისკდება, ან არ გვეცემა მეხი, ამდენი ცოდვის ჩამდერებს, რომ არ გვიწყრება ღმერთი, იქნებ განვახორდეთ ორბივით, ღმერთო მოგვეცი რწმენა, ან სინანულმა მოგვიცვას, ან სიმდაბლემ, ან კდემამ იქნებ დავლეწოთ კერპები, ღმერთო მოგვეცი ძალა, შენი ნაბოძის შვილებით ჩვენ გოლგოთაზე ავალთ, აღდგომის მადლით გვახარე, ორთავ სოფელსა შინა, გახსოვდეთ წინა უკანა და უკანანი წინა. ხაზის რადიო